სიკვდილი მეტასონიკის პერსონაჟს აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე. ჩავატარეთ რბოლას ყველა მეტასონიკის პერსონაჟთან, რომ გავიგოთ ვის აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე. და მათ სუპერსონიკთან დაპირისპირება მოუწევთ. იქნებიან მეტალ სონიკი, მეტალ ტეილზი, მეტალ ნაკლზი, მეტალ ეიმი, მეკა სონიკი და კიდევ ბევრი სხვა. ასევე საიდუმლო პერსონაჟებით. ვის ეკდება ყველაზე მეტი სიცოცხლე? წავედი, კარგი მეგობრებო, კეთილი იყოს კოდი მობრძანება ამ საოცარ და ეპიკურ ვიდეოში, რომელიც ასე მაბედნიერებ. რადგან დღეს ჩვენ შევოჯახებთ ყველა მეტალ სონიკის პერსონაჟს სიკვდილის წრეზე. საიდუმლო პერსონაჟებისა და სიურპრიზების ჩათვლით. ასე რომ მზადოთ ყველაფრისთვის რაც წინგოლოდება. რადგან უნდა დავიწყოთ თავიდანვე, თავიდან პატარა მეტალ სონიკით. ასე რომ ჩვენი პატარა მეტალის ბეიბი უკვე მიდის 3-2-1-ზე მიდის მთელი ძალით. აუ, ნახეთ, რა საყვარელი მეტალის ხელები აქვს. თუმცა მთლიანად იწვის ცეცხლში, ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც ახერხებთა წყალში ვარდება. თუმცა ერთი წუთით, მოკლედ ჩართვა აქვს. რა თქმა უნდა, მეგობრებო, თუ რობოტი კარგად არ არის დალუქული და მომზადებული, წყალში ჩასმა კარგი იდეა არ არის. ასე რომ ძირფასო, პატარა მეტალ სონიკო, ესმე უფრო მტკივა ვიდრე შენ. მაგრამ შენ ლობიში მიდიხარ, ძირფასო, კარგი მცდელობა იყო, კარგი საქმე გააკეთე, მაგრამ სამუდამოდ მშვიდობებით. აი აქ ყავს პატარა მეტალ სონიკი. საკმაოდ კარგად გაართო თავი იმის მიუხედავად რომ ბავშვია, მაგრამ ძალიან უკან არის. და ეხლა სცენაზე გამოდის Power Gmiris, საოცარი მეტალ სონიკი. ნახოთ რა შეძლეთ სამვიდეოს Power Gmiris 3-დან 1-მდე. მეტალ სონიკი ყველაფერს აკეთებს, რომ თავიდან აიცილოს მახეები. და ვნახოთ ეს ნამდვილად კარგად არის დალუქული, წყალი არაფერს აკლებს. ეხლა უნდა აიცილოს კაქტუსები. ჯერჯერობით კარგად გამოსდის. შესანიშნავია. დავარდება ობობის ქსელებში, ცოტა შეებმება სქემებში, მაგრამ შეიძლება თავისი შიდა რობოტული დაცვით დაწვას ისინი. მე რა ვიცი, კაცო. ეხლა ვხედავთ, რომ მზად არის მჟავაში გადახტომისთვის. ეს გამოცდა ძალიან საშიშია. ბაი მიდის მეტალ სონიკი მჟავაში. შეძლებს თუ არა გადალახვას. უი, ეს მჟავა ყველაზე ძლიერ რობოტას კი ანადგურებს, ვერ შეძლო. ასე რომ აყავს მეტალ სონიკი. მჟავის დონით კარგი შესრულები და ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა. რას პირდაპირ მივიყვას მის საუკეთესო მეგობართან, მეტალ ტეილთან. ვნახოთ რა შეძლებს ქვითელი რობოტი 3-2-1. აი მიდის მეტალ ტეილსი. სიმართლე რო ვთქვათ, კარგად ხდება. ყველაფერს ძალიან მარტივად ულის გვერდს. და წყალში ვარდება, რომელიც არც კი აზიანანებს. ძალიან კარგი მეტალ ტეილს. აი ესე მომწონს ახლა. კაქტუსები. მიდი ტეილს. კაქტუსებზე ვერ უნდა წააგო. ორი დიდი ტურბოტრავიანი ქვაბული გაქვს ზუგზე. ფრთხილად, როგორც ჩანს გამოსდის და ბოლოს აკეთებს ამას. მაგრამ ფრთხილა იწყებს აბლანდოს ობობის ქსელებში, უხდება მის სქემებში, მის მილებში, არ მჯერა მეტალ ტეილს. ობობის ქსელებში ვერ უნდა მობდა ეს სრული უსარგებლობა. ბლობა! აი, მეტალ ტეილს, ცდილო, უნდა მიაღწიო მაინც მჟავამდე. მაგრამ ობობის ქსელები უხდება სქემებში და ყველაფერი გაფუჭდა, ინფლაცია, ყველაფერი იფეთქა და მოკვდა. ამიტომაც მეტალ ტეილს მეორე ადგილზეა. რა სევდიანი და საცოდავია, ხმერთო ჩემო. მაგრამ კარგი, ეხლა ჯერი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერსა და საშიშზეა. მეტალ ნაკლზი. აი ისიც. მეტალ ნაკლზი ათავისუფლებს თავის მთელ რობოტურ ძალას. 3-2-1 მიდის ბოლომდე. ულის მახეებს, ღმერთო ჩემო. სესლი პრაქტიკულად არც კი მაკვეთებს მასზე. რა სიგიჟეა. აქ ცოტა კარგავს თავის შესაძლებლობას. აგზელებს რვას. და ღმერთო ჩემო, მიდის ობობის ქსელებთან. მართალია, ეს საერთოდ არ არის პრობლემა მისთვის. ის აჩვენებს მასტერკლასს, როგორ კეთდება საქმეები. ასე რომ წინ მეტალ ნაკლზი გადადის მჟავაზე, იწყებს თავისი ძალის გამოშვებას და ყურადღება, დამოდის გამარჯვებული. მოდის დრო პირდაპირ ისრების მახეებში შევიდეს. ზოგიერთი მათგანი აზიანებს მას, მაგრამ ის ძალიან ძლიერია, მეგობრებო. ეხლა ისევ ათავისუფლებს მთელ თავის ცეცხლოვან ძალას. მიდის ლავაში, რომელიც საერთოდ არ აზიანებს. მაგრამ ეს რა ძალაა, ღმერთო ჩემო. მეტალ ნაკლზი გადარჩა ლავაში, მაგრამ მაგური მახეები იწყებენ მის დაზიანებას. ცდილობს გაქცევას, მაგრამ ვაუ! ის ცულები მას პიურად აქცევს. მიდი მეტალ ნაკლზ არა, სადე მაინც სუპერსონიკთან ბრძოლამდე მისვა. მიდის მისკენ და არა. ამიტომაც მეტალ ნაკლზი პირველ ადგილზეა. მასტერკლასი თუ როგორ უნდა ჩატარდეს რბოლა, რა გენიოსია. და ეს პირდაპირ მივიყვანს მეტალ ეიმისთან, ანუ ჟანგიან როუსთან, ანუ რობოტი ეიმი. აი ჟანგიანი როუზი, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალა აქვს. ასე რომ ფრთხილად. 3-2-1-ზე ჟანგიანი როუზი იწყებს ბოლოს მთელი ძალით. სიმართლე რო ვთქვათ, ყველაფერს ძალიან კარგად არიდებს თავს. რა სიგიჟეა. ეხლა კაქტუსებსაც კი ახტება. ეს არის ზედმეტად სწრაფი და ძლიერი რობოტი. მაგრამ ეხლა მას მჟავასთან მოუწევს დაპირისპირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული რამა. ასე რომ წავიდა. ცდილობს გადალახოს. ნეტავ მეტალ სონიკზე ძლიერი იქნება. ოკი.
როგორც ჩანს კი გამოსდის. ეხლა ყველაფერს უნდა გაექცეს, ყველა ის არის. თუმცა ღმერთო ჩემო, ისრები მის სქემებში ხდება და საბოლოოდ აადგურებენ მას. ასე რომ აკყავს ემიოქსიდა და მეტალემი, რომელიც მეორე ადგილზეა მეტასონიკზე მაღლა. ცუდი არა? და კარგი მეგობრებო, როგორ მოსწონთ ეს ვიდეო? მოგწონთ? მოგწონთ მეტასონიკი? მოგწონთ მისი პერსონაჟები? შვენიერია, რატო? Badgadro რომ საიდუმლო პერსონაჟები გავხსნათ, ასე რომ სწრაფად თამაშები. ხოლო ზიცამიგას, რომ დაალაიქო არც მოიწერო. და ჩატო ზარი რომ გახსნა საიდუმლო პერსონაჟები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ ვინ არის შედის საყვარელი მეტასონიკის ფორმა, შეგიძლია მიიღო მისი მთელი ძალა. ასე რომ მიჩქარე, დრო იწურება. არა, კარგი მეგობრებო. გოდია რომ მართლა კარგად მოიკეცით. ასე რომ დროა გავხილოთ საიდუმლო პერსონაჟი, რომელიც არავის სხვა თუ არა, ღმერთო ჩემო. მეტასონიკი ფილმის ვერსია, ალტერნატიული. ბრამაგარი პერსონაჟია. და მეორე საიდუმლო პერსონაჟი ვიდეოს ბოლოს გაიხსნება, ასე რომ არ დახვიდეთ. რადგან ეხლა გადავდივარ დოქტორ ეგმანზე. მისი საოცარი მფრინავი რობოტით. ასე რომ ისიც დოქტორ ეგმანი, ყველაფერი მზადა. გამოდი ხარ 3-2-1. სრული ძალი. კარგი, სრაფად მოძრაობს და ზოგიერთმა ხეს თავს ალიდეს. თუმცა ეხლა ცეცხლში უჭერს, წყალში კი თავის მოწყობილობით ტივტივებს. კარგია თორემ რომ არა ეს ჩაიძირებოდა. მოდით ნახოთ კაქტუსებს თავს არიდებს, რომლებიც აზიანებს, მაგრამ არა ძალიან. მიდის ობობის სცენეთა, რომლებიც მოწყობილობაში არ ხვდება. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ანგად მიიწევს წინ დოქტორი ეგმანი და ეხლა მჟავაში ჩახტომას აპირებს. ნახოთ მისი მანქანა მჟავაში ცურვას თუ შეძლებს. როგორ ჩას ვერა, ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ის მჟავაში იძირება, არა. აი, დოქტორი ეგმანი, ის მეტასონიკს გაუტონაბრად და კარგ მესამე ადგილს იკავებს. და ეს ვიყვანს მეტალსონიკის ერთ-ერთ ევოლუციურ ფორმასთან, ნეომეტალსონიკი. ხილად იყავით, ის ძალიან ძლიერია. მოდით ვნახოთ, რა შეძლებ ნეომეტალსონიკო. 3-დან 1-მდე და ის სრულ ძალაზე გამოდის. ხილად ხაფანგები გროვდება და ის ყველა მათგანს სულის გვერდს. ცოტა იცის, მაგრამ მაინც ახერხებს წინ წასვლას. რა გენიოსია. ნახოთ, როგორ ულის გვერდს კაქტუსებს ძალიან მაღალი დონით. და ობობის ქსელები არედება იმ უსწრაფო ქვედაბოლოს ქვეშ, რომელიც აწვია. აი ის მოძრაობს ობობის ქსელებზე და ვარდება მჟავაში, რომელიც ყველა წრეში ულის. მაგრამ როგორც ჩანს, ახერხებს გაუძლოს. ეხლა პირდაპირ ისრების მახეების კემიდის, რომლებიც არ აზიანებს. და გამოდის ლავიდა. მიდი ნეო მეტალსონიკო. ლავასაც გადალახავს. ღმერთო ჩემო, ეხლა მაგმური მახეები აქეთ იქით. და კი აკეთებს ამას და მიემართება სუპერსონიკთან, რომელიც კარგად უმკლავდება. მიდი ნეომეტალსონიკო, გამაფხიზლდი, რეაგირე. კარგად გიტევს მეგობარო. აი ყველაფერს ცდილობს, თუმცა უჭირს. ზევით, კვევით, ერთი დათქმა, მეორე დათქმა. სუპერსონიკი არასდროს დასვენების საშუალებას. ნეომეტალსონიკი ცდილობს გაუძლოს, მაგრამ მარცხი გარდაუვალია. და ნეომეტალსონიკი მეგობრებო, პირდაპირ ლობიში მიდის, ასე რომ აი ასეა. პირველ ადგილზე შესანიშნავი შესრულება, მაგრამ ვერ გაუმკლავდა სუპერსონიკს, ჩაჩიევ. და ეს პირდაპირ ვიყვანს ფერნეის სონიკთან. სონიკი, რომელიც ჰუმელის ძალას იყენებს, ლავა, ცეცხლი. აი ფერნეის სონიკი, ჰუმელის სონიკი, 3-ში, 2-ში, 1-ში. და ხდება მთელი ჯალი, კარგი. თავიდან იცილებს მახეებს და ცეცხლს აშკარად. საერთოდ არ მოქმედებს მასზე, რადგან ეს ყველაფერი შიგნით აქვს. ადვილად გადის წყალს კაქტუსებსაც და ობობის სელებსაც ასევე. მაგრამ ჟავა წყალი არ არის და არ ცეცხლია. ეს უფრო მეტად წოვს მას. გადარჩება კი, ღმერთო ჩემო, სულ ცოტათი გადაურჩა. მოახერხა. ეხლა კი ცდილობს ისრებს საკმაოდ ოსტატურად აიცილოს. და ეხლა ლავაში შეილობს, რაც აშკარად საერთოდ არ აზიანებს. მარტივი დონია ფერნეის სონიკისთვის, რომელიც მაგმური მახეებისკენ მიდის. ხოდ უნდა აიცილოს, რადგან მაგმაც არ აზიანებს, ძალიან მაღალი ტემპერატურა. დაახლოებით ისეთი, როგორიც მე ვარ, როცა ხედავ პატარავ. ასე რომ კარგად აკეთებს და სუპერსონიკით ხდება. მაგრამ ვაუ, სუპერსონიკი ელოდებოდა მას. და რობოტი ძალიან გახურებულია ამდენი ცეცხლით, მაგმითა და ლავით. ამიტომ ეს კი რეაგირებს და იღებს საშინელ მარცხს. ასე რომ აი აქ ყავს პირველ ადგილს იკობს ნეომეტალსონიკთან. რა მონსტრია! და ეს პირდაპირ მიგვიყვანს სონიკის კიდევ ერთ ადრევადიულ ვერსიასთან, მეკასონიკი კი. აი ის სრულიად მზადა, მეკასონიკი 3-დან, 2-დან, 1-დან. მეკასონიკი მთელი ძალით იწყებს, ის თავს არიდებს მახეებს და საოცარი სისწრაფით მოძრაობს. ღმერთო ჩემო, როგორ არიდებს თავს და რა სისწრაფით მიიწევს ტრასაზე. მიუხედავად ამისა, ეხლა მას მჟავა უახლოვდება, შეძლებს აუძლოს. როგორც ჩანს კი, საკმაოდ კარგად. მეკასონიკი ყველას აოცებს. და მჟავასაც უძლებს, რომ ისრის მახეებამდე მივიდეს.
მოვიდეს. ამასაც ძალიან კარგად უძლებს. ეხლა ლავას ახდება, რომელიც უკვე ზიანს აყენებს. მაგრამ ახერხებს თავის არიდება. სკალი კარგი. ეხლა უნდა სადოს მაგმური მახეების არიდება, რაც უაც არ არის მარტივი. ნელ-ნელა გამოსდის. დიახ, და ეს გაგრძელდება. სუპერსონიკისკენ მიემართება. ვაიმე, ცდილობს, მაგრამ მეკა სონიკო მეგობარო, შენ უფრო დიდი მარშლი გალიჩადე ვიდრე დანარჩენ ორმას. სუპერსონიკს ვერავინ უძლებს. ამიტომ ხმელთაჩევო პირველად იუზე სამაგი პრეგვაქვს მეტალსონიკის დაუმჯობესებულ ფორმებს შორის. რა სიგიჟეა? თუმცა ვეცეთმა ვერაჯობა სუპერსონიკს. ეს გვიყვას ბოლო პერსონაჟთან საიდუმლოებებამდე. სუპერ ნეო მეტალსონიკი. ამას დააკვირდით, აი ისიც. სუპერ ნეო მეტალსონიკი თავისი საოცარი ძალით 3-დან 1-მდე და იწყებს მთელი ძალით, რა სრული სიგიჟეა. სავსები დაუძლეველი ჩანს. თუმცა აბა, ობობის წელები ოდის უფრო მეტად აჩერებს ვიდრე სხვა რამეები. ისევ ათავისუფლებს მთელ თავის ძალას და ისვრის მჟავაში. სლივს გადალახა. ვაუ, მაინც ძალიან კარგად იცავს თავს ყველაფრისგან. ისევ აკონცენტრებს მთელ თავის ძალას და იცავს თავს დამცავი პარი და ისვის ლავაში. რა? ხმერთო ჩემო. სუპერდეო მეტასონიკი ზერმეტა ძლიერია და ეხლა მისი დროა გაანადგუროს სუპერსონიკი. ეპიკური ბრძოლა, ძალიან დანაბარი. მაგრამ ფრთხილად იწყებს თავისი ძალის თავისუფლებას. დაღმეტო. ის ქმნის უზარმაზარელობას, რომელიც ანადგურებს სუპერსონიკს და ამთავრებს მას. შესაბამისად, სუპერნეო მეტალსონიკი ამას შესანიშნავად აკეთებს. ხტება? დაღმერთო ჩემო, რაც არ უნდა სუპერ იყო დამსკროველი ყველა რობოტს ერთნაირად ანადგურებს. შედის მარყულში, ცდილობს კომით რამოსვლას, ათავისუფლებს თავის ძალას. ხო, რაც გინდა გაათავისუფლე შვილო. ეს მაინც საკმარისი არ იქნება. რადგან სუპერნეო მეტალსონიკი ვარდება დამსხვრეველში და მიდის ლობიში. აი აყვა სუპერნეო მეტალსონიკი. აბა როგორ არა პირველად იუზე და ამ ეტაპზე ის ყველაზე ძლიერია სონიკის რობოტებს შორის. ასე რომ მეგობრებო, იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ, რანგან აქ თავდება. არა, დაკარგულია საიდუმლო პერსონაჟები, ასე რომ გადავიდეთ მეტალსონიკის ფილმის სპეციალურ ფანმეიდ ვერსიაზე. აი ეყოს მეტალსონიკის უსლობი ალტერნატიული ვერსია. ფილმი იწყება 3-2-1 და ის სრულად იწყებს შეტევას. თავს არიდებს მახეებს, ის ყველაფერს აბსოლუტურად თავს არიდებს და ძალიან ნაგალი სიჩქარით მოძრაობს. ფრთხილად იყავით, ამ მეტალსონიკს შეუძლია გამოსკიდო მოიტანოს. შეუძლია ისტორიული შედეგი დააფიქსიროს, თუმცა მჟავაში ის იტანჯება, მაგრამ ნედალახავს. აი აქ არის. დაუჭირდა, მაგრამ შეძლო. ისარებსაც თავს არიდებს. თუმცა ზოგიერთმა მაინც საკმაოდ ატკინა, მაგრამ მაინც შეძლო გადახტა ლავას და იქ დასრულდა. ჰო, არც ისეთი დიდი ამბავი ყოფილა. ასე რომ აგვაქვს ფილმის სპეციალური მეტალსონიკი, რომელიც ძალიან შორტაჩა პოდიუმისგან. F მისტრის და ეს გადაგვიყვანს ბოლოს საიდუმლო პერსონაჟთან. საბოლოო მეტალსონიკი. დალაიკეთ ან გამოიწერეთ არხი კიდევ ერთხელ, რომ გახსნათ დაუჯერებელი წარმოუდგენელი და შეუდარებელი მეტალ ოვერლორდი საბოლოო მეტალსონიკიდან. აი აქ არის. გმერთო ჩემო, რა უზარმაზარი ურჩხულია. 3-2-1 და იწყებს სვლას. პირდაპირ ხაფანგებისკენ მიდის. საკმაოდ კარგად გადალახა ისინი. მაგრამ როგორც ხედავთ, თითქმის არაფერი არ მოქმედებს მასზე, რასაც ეჯახება. და ყურადღება ეხლა კი იწყებს თავისი შიგნით არსებული მთელი ძალის გამოშვებას. ჯავა, მეგობრებო, თითქმის საერთოდ არ მოქმედებს მასზე. მაგრამ ეს რა არის? ადვილად გადალახა. ისტრებსაც ადვილად უმკლავდება. ის ხტება ლავაში, რომელიც ასევე არაფერს უშავებს. რა ჯანდაბა? მიდის მაგბურ მახეებში, რომლებსაც ისეულის გვერდ თითქოს არაფერია. და რას აკეთებს? ხტება, აფეთქებს მახეებს, აფეთქებს ყველაფერს, აფეთქებს სუპერსონიკს. მიდის გამანადგურებელში, რომელიც რა თქმა უნდა არც ეს არაფერს უშავებს, გადალახა. და ენერგიის ჩამელი ვნახოთ რას უზანს. ამ ეტაპზე მას ბლიან ძალას აცლის, მაგრამ ახერხებს გაქცევას, წინ წასვლას და ხდება ყველაზე ძლიერი მეტალსონიკი ყველას შორის. ასე რომ აქ აშკარად ხედავთ მას გამარჯვებულად. ასე რომ ბებე მეტალსონიკი ბოლოს რჩება. ყლის დონეზე ბოლო. მეტალ თეილსი შემდეგ ომობის ქსელის დონეზე ძალიან სამწუხარო იყო. პრემეტალსონიქსა და მის შემქმნელ დოქტორ ეგმას შორის მჟავის დონეზე. დაჟანგური როუზი, მეტალეიმი, როგორც დინდათ ასე უტოდეთ, ის ვერ გადალახა ისრების დონე. მეხუთე ადგილი ფანების მიერ შექმნილი ფილმის მეტალსონიკს ლავის დონეზე. მეოთხე ადგილი მეტალდაკოს მაგმატურ მახეებში. მესამე ადგილი სუპერსონიკის სტიკერების კოლექციას. ფრენეო მეტალსონიკს, მეკასონიქსა და ფორტნაიტ სონიკს შორის. მეორე ადგილი ნეო მეტალსონიკს დამსხვრეველში. ხოლო საუკეთესო, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მეტი სიცოცხლის გონე მეტალსონიკებს შორის არის მეტალ ოვერლორდი. საბოლოოდ ტიტანოვიდან გადამწყვეტი მეტალსონიკი, რომელიც შეუჩერებელია.
ამიტომ მეგობრებო, არ თავდება ვიდეო, თუ მოგეწონათ, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და ყველა ის რაღაც, რასაც ყავოთვის ტელევიზორში ამბობენ. ეს რომ თქვი, ლეო პიკარონი გემშვიდობებად. ური, დიდი მადლობა ყველას, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. შენდენ ჯერზე ისე შევხვდებით, გებით კიდევ უფრო მეტი. სანამ ეს არსება თავს დლია და დომატრის. ნახვამდის.